ასოციაცია გურიას ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი, მაშავ საქართველოს ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი და მაშავ შალომ კლუბ გურიას დირექტორი ზაურ ოსეფაიშვილი სტუმრობდნენ. ასოციაცია გურიაში ისრაელის ელჩ ორგანიზაციის საქმიანობა, მიმდინარე პროგრამები ასოციაციის ხელმძღვანელმა რომან ლომაძემ გააცნო. იქვე მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ისრაელის ელჩი ბენეფიციარებს გაიცნო. ნახა ყველა ის აქტივობა თუ საგაკვეთილო პროცესი, რომელიც ასოციაცია გურიაში მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ პროექტის ჩვენ ერთად ვართ ფარგლებში დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ახალი ინვენტარითა და კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა. პროექტი განახორციელა მაშავ შალომ კლუბ გურია, ისრაელის საერთაშორისო სააგენტო, მაშავისა და ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით. შეხვედრის ბოლოს ჰადას მეიცადს ასოციაცია გურიას წევრებმა სახელდახელოდ მომზადებული კონცერტი წარუდგინეს და მათი შემოქმედებითი მხარე აჩვენეს. I'm very honored and privileged to be here today at this amazing institution. ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ვარ ამ შესანიშნავ საქველმოქმედო ასოციაცია გურიაში, რომელიც დააფუძნა ბატონმა რომან ლომაძემ, ასევე ხელმძღვანელობს ლანა ლომაძე. აღფრთოვანებული ვარ პერსონალი და პატივი მქონდა შეხვედროდი შესანიშნავ ბენეფიციარებს, საყვარელ ბავშვებს, რომლებიც სავსე არიან ნიჭიერებით. მოხარული ვარ რომ ისრაელის სახელმწიფომ ჩვენი დამხმარე სააგენტო საშუალებით შეძლო და შემოიტანა სხვადასხვა აღჭურვილობა. ამ პროექტის საშუალებით მცირე წვლილი შევიტანეთ ამ მნიშვნელოვან მიზანში. მოგეხსენებათ გასულ კვირას ყველამ აღნიშნეთ ბავშვთა უფლებების დაცვის დღე და ყველა ბავშვი იმსახურებს განათლებას, მეგობრობასა და ჯანმრთელობას. მადლობელი ვარ რომ შევძელით წვლილი შეგვეტანა და მიყავით ამ მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე. ყველას დიდ მადლობას მოვახსენებ, ვინც ამ ბავშვებს ცხოვრებას ულამაზებს. მადლობას ვუხდი ისრაელის ელჩს ბატონ ხადას, მაშავის დირექტორს ბატონ გიორგი ჟღენტს. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობას ღებულობს, რომ ამ ბავშვებს ნორმალური ცხოვრება ჰქონდათ და ადაპტირებული იყვნენ საზოგადოებასთან. ეს ერთი პატარა პროექტია, რომელიც შალომ კლუბ გურიამ გააკეთა. აქ როგორც ქალბატონმა ელჩმა ბრძანა, მომავალშიც გაგრძელდება პროექტები და ძალიან სასიამოვნოა. ალბათ სხვადასხვა საელჩოების ჩაერთვებიან კიდე და საბოლოო ვარიანტში ეს ლამაზი ცენტრი უფრო გალამაზდება, უფრო ბევრი ბავშვები იქნება და უფრო წარმატებულები იქნებიან და საზოგადოებაში ადაპტირდებიან. ძალიან ემოციური და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გქონდა დღეს. ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში, მაშავი საქართველოს და შალომ კლუბის ხელმძღვანელთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ იმ მხარდაჭერისთვის, იმ თანადგომისთვის, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის მიმართ იჩენენ. დღევანდელი დღეც მათი სტუმრობაც სწორედ ამის საძინდარია. გაიცნენ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობას, მიმდინარე პროგრამებს, გარემოს. ძალიან უშუალოდაც ფილისაუბრები ჰქონდათ ჩვენს ბავშვებთან. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მათ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი ორგანიზაციის მიმართ იჩენენ და როგორც ქალბატონმა ელჩმა აღნიშნა, ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება სამომავლოდაც, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ.